დიახ, გეთანხმები ძალიან ძიმე სურათი იყო რაც ვნახეთ და შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ სამეურვეო საბჭოს სხდომა ამ შემთხვევაში და ქალბატონ ლიკა ვასილაიას გულისხმობ მოვითხოვეთ სწრაფად შეკრება გადაწყვიტა ბატონმა თავმჯდომარემ რომ ჩაატაროს შეხვედრა, ოღონ არა სამეურვეო საბჭოს შეხვედრა, არამედ სამუშაო შეხვედრა ორშაბათს. ჩვენ თან იწვევს ჩემი აზრით ისეთ ასე ვთქვათ თანამშრომლებს, რომლებიც რომელთა ყოფნა აი ამ განხილვის დროს საკმარისი ნამდვილად არ იქნება. მე გულისხმობ იმ სიაში, რომელიც მე მივიღე დღეს სხვა წევრებთან ერთად არ არის არც გენერალური დირექტორი, არც ასე ვთქვათ HR-ის ხელმძღვანელი, არც იურიდიული სამსახურის უფროსი და როგორც მოგახსენეთ, სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა. ეხლა რა განსხვავება არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს შეხვედრას შორის, პირველი მთავარი განსხვავება ის არის, რომ სამეურვეო საბჭო სავალდებულოდ ღია და ხდება ტრანსლირება და საზოგადოებას აქვს საშუალება შეაფასოს და ეს მსჯელობა ასე ვთქვათ საჯაროა და სამუშაო შეხვედრა რაღაცა დახურულ ფორმატში როგორც წესი იმართება, ეს არის სხვა სტანდარტი თან გადაწყვეტილებას ვერ იღებ. ხო, ამიტომ ჩვენ მივმართეთ ხელახლა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს რომ ორშაბათს ჯერ პირველი ორშაბათს კი არ უნდა ჩატარდეს ამდენი დღე რატომ უნდა დავკარგოთ არ მესმის ძალიან ესეთი რთული ვითარებაა და არ მინდა ხა ბევრი ვაფასო ის მესმის სპეკულაცია არ არის საჭირო ისედაც ძალიან მძიმე ფაქტი ვნახეთ ყველამ პირდაპირ ეთერში. მოვთხოვეთ რომ ხვალე გაიმართოს შეხვედრა და მოწვეული იქნენ დირექტორი და ასე შესაბამისი ასე ვთქვათ სამსახურის ხელმძღვანელები, იმიტომ რომ მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ეს და არა მარტო იმ ნაწილის რომელიც არის მოწვეული, ხო. რა იყო პასუხი ვასილ მაღლაფერიძისგან და რამდენად არაფერი არ მიმიღია მე პასუხად, არ ვიცი, ხა ველოდები კიდე რა პასუხი იქნება ამასთან. ბორდის სხვა წევრების მოსაზრებები ხომ არ იცით ლიკა ბასილაიას გარდა ბუნებრივია? არა, მე სამწუხაროდ სხვა წევრების მოსაზრებები არ ვიცი, არც პირველ წერილზე და არც ამ წერილზე არავის არ გამოუხატავს თავისი მოსაზრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება იქნება ძალიან რთული შიგნით, იმიტომ რომ ეს არ არის ხა რაღაცა ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკურია და რაღაცა და ასე შემდეგ. ეს არის ის თემა, რომელმა დააჯანჯღარა, პირდაპირ შემიძლია თქვა, მთელი საზოგადოებით, რომ ბავშვებს ეხება და ხა აქ ნამდვილად ძალიან რთული არის მათი მდგომარეობა. ვიმეორებ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ხელმძღვანელი, ხო და ამიტომ თქვენი მოთხოვნა რა არის, როგორც ბორდის წევრის, რა საკითხი უნდა დააყენოთ ბორდზე? და რამდენად გამჭვირვალე იქნება პროცესი? მოვისმენთ თუ არა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში მაგალითად? დიახ, ესე იგი, ჩვენ მეორე წერილში მოვითხოვეთ არა თუ ვთქვათ ტრადიციულად Facebook-ზე გაშუქება, არამედ ეს უნდა გაშუქდეს პირდაპირ ეთერში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმაც ნახოს ის რა ხდება ამასთან მიმართებით, იმიტომ რომ მან უნდა იცოდეს ეს ამბავი რა და ეხლა ეს ეთერი არა თუ ესე ვიწროთ უნდა იყოს ასე ვთქვათ განხორციელება, ფართოდ უნდა ნახოს მაყურებელი. გარდა ამისა მეორე წერილი მიმართეთ გენერალ დირექტორს და გამოვითხოვეთ რაღაცა ინფორმაცია რა და ეს ჩამოთვლილია რა დაირღვა და ბევრი რამე დაირღვა სხვა შორის. რა დაირღვა თქვენი კონვენციების, კონვენცია ბავშვთა კონვენციები ჩვენი აზრით კონვენცია კანონმდებლობა და ამ ბევრი პრობლემური რამე აჩვენა იმან რაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამიტომ პირველ რიგში მაინტერესებს რა წესია, რა სტანდარტი უნდა არსებობდეს შესაბამისი წესი დადგენილი, რომ ასეთ ვითარებაში, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში როგორ იქცევა მაუწყებელი, ხო მაუწყების წარმომადგენელი, ვინ არის პასუხისმგებელი, რაზეა პასუხისმგებელი, ეთერი ითიშება
ექიმი არის უნდა იყოს ასე შენ ხა ძალიან ბევრი თემა ეხა ეს არ არის რა პასუხი რა იყო ხო რაც გამოქვეყნდა იყო ის რომ ვერ დაინახესო ვიღაცებმა რას ქვია ვერ დაინახეს კაცო უნდა არსებობდეს ადამიანი რომელიც ამას უნდა აკვირდებოდეს და მთავარი ინტერესი რაც არის ბავშვის უსაფრთხოება ამას უნდა ასეთ გაფაციცებით უყურებდეს და ეს არის მთავარი ამოცანა და მე უკვე რეაგირება ესეც არანაკლებ შემზარავის ანახავი იყო გარდა იმისა რომ ბავშვი დაეცა მე რა რეაქციაც იყო ეს იყო ყველაზე რო დაენახათ ესე ხო არის რაღაცა საოცრებელიცით არის რო ხანახა რო უყურებ ხოლმე ვკითხულობ მიკვირს იმიტომ რომ ნუ იმდენად არის ამოვარდნილი რაღაცა სივრცეებიდან მე ხა მორალზეც და მე ახლა ვაპარაკობ სამართლებრივ ნაწილზე და ეს საკითხი მით უმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა იყოს მოგვარებული პროტოკოლი უნდა არსებობდეს ეს პროტოკოლი უნდა იყოს ატვირთული და ყველამ უნდა იცოდეს ნებისმიერმა თანამშრომელმა საზოგადოება უნდა იცოდეს როგორია წესი ამ დროს მშობელმა უნდა იცოდეს მოქალაქემ უნდა იცოდეს იმიტომ ბავშვს რო უშვებ შენ ეხლა ყველა ხო არ მიყვება ჯერ იქაც იყვნენ მშობლები ეხლა წარმოიდგინე და პარალიზებულია ვითარება ხო უნდა იცოდეს სად მიდის დაცულია არ არის დაცული პასუხს როდის მოვისმენთ როდის ჩატარდება ბორდის ხდომა ბატონაშა ამაზე მიპასუხეთ და სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ორშაბათს მაგრამ ნუ ჩვენ ვითხოვთ უფრო ადრე რომ ჩატარდეს ხდომა ეხლა ფორმალურად ამისი ასე ვთქვათ უფლებამოსილება აქვს სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარის ანუ ბორდის თავმჯდომარის გახლავთ ბატონ მაღლაფერიძე არ ვიცი ხა მას შეუძლია დანიშნოს შეუძლია არ დანიშნოს ხა ან სავალდებულოდ ინიშნება როდესაც 4 წევრი ვთქვათ მე-13 ითხოვს ესეთ რამას სამწუხაროდ არ არის გამოხმაურება დანარჩენ წევრებში ხა მართალი გითხრათ ეს ისეთ საკითხია ველოდი რომ იქნებოდა მეტი დაინტერესება და რაღაცნაირად მეტი დიდი მადლობა ნუ აი ესეთი ვითარება გვაქვს ძალიან დიდი მადლობა მივადევნებთ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება უნდა მიიღოს ეს პასუხები და ჩვენი ვალდებულებაა ცხადია პირველ რიგში და აუცილებლად ვითხვით რაც სათქმელია და მოვითხოვთ იმას რაც მოსათხოვია ასე რომ ეს არის ის საკითხი სადაც არანაირი ის არ იქნება და ერწმუნეთ გასაგებია მადლობა ბატონაშა მადლობა ბუნებრივია ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ამ ფაქტზე